წმინდა სახარება ჩვენი ცხოვრების წიგნი. მასში მოცემულია ჩვენთვის ცხოვრების, ცხონების გადარჩენის გზა. თუ კი ადამიანი სახარებას კითხულობს და მის ცნებას ასრულებს, ის ნამდვილად ცხონდება და გადარჩება. ჩვენ დღეს მოვისმინეთ ერთი საოცარი საკვირველი ამბავი, როდესაც მაცხოვართან მიდის ერთი ჭაბუკი, რომელიც არის ძალიან მდიდარი, თუმცა ის არის ღრმადმორწმუნე ადამიანი. ეს ჭაბუკი ცხოვრობს 10 მცნების პრინციპით. ის არ არღვევს მცნებას, არ მრუშობს, არ ქურდობს, არ იპარავს, პატივს სცემს თავის მშობლებს, მოყვას როგორც შეუძლია და მას გაუჩნდება სურვილი, რომ აი უფალო, შენ მითხარი, მე რაღა მაკლია, რომ ცხონდე და გადარჩე. უფალი ეუბნება, რომ წადი შენ შენი მონაგები გაყიდე, დაურიგე გლახაკებს, იქნები სრული და მოდი და მე შემომიდექი. ჭაბუკი დაღონდა, დამწუხრდა, მან ვერ შეძლო აი ამ ცნების აღსრულება და ის დაშორდა უფალს. აი როგორი საკვირველია, საოცარია ღვთის მოძღვრება და სწავლება. ერთის მხრივ 10 მცნების აღსრულება, ძველი აღთმის სჯული კანონი და მეორეს მხრივ ახალი აღთმის მოძღვრება სიყვარულზე, მოძღვრება მოყვასის სიყვარულზე. ჭაბუკს, რომელსაც არა აქვს ცოდვები, ის არ ცოდავს, ასრულებს მცნებას, მაგრამ მას არა აქვს ზრუნვა მოყვასზე. მას არ აქვს ერთგვარი გამოხატულება სიყვარულის თავისი მოყვასის მიმართ. ის არის ძალიან მდიდარი, მას აქვს ბევრი ქონება და როგორც ჩანს, ის დამონებია აი ამ ცოდვას. ის როგორც ჩანს, ემონება ორ უფალს, ღმერთს და მამონას. ჩვენ უფალი გვასწავლის, რომ ადამიანი ემონება ერთ უფალს, მას ერთი უფალი უნდა ჰყავდეს, ღმერთი, ჩვენ შემთხვევაში განკაცებული ღმერთი იესო ქრისტე და მის მოძღვრებას უნდა მისდიოს. მაცხოვარი ჩვენ ხშირად და ყოველთვის გვეუბნება, რომ შენ უნდა გქონდეს სიყვარული მოყვასესა და უნდა გქონდეს მოწყალე გული. აი თითქოს და თუ ადამიანი ღვთის მცნებას ასრულებს, მაგრამ თუ მას არ აქვს მოწყალება, ის ვერ გადარჩება. აი ნახეთ, მოწყალებას რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. შენ შეიძლება იყო უცოდველიც კი, მაგრამ თუ შენ არ აქვს მოწყალება, შენ ვერ გადარჩები. და ჩვენ თუ გვახსოვს სამჯეროზე მაცხოვარიც, როცა მას აქვს საუბარი ბოლო ჟამის კაცობრიობის განჯაზე, ის გამოარჩევს, ცხრებს თხებისგან და ცხრებს აქებს, რომ ისინი არიან მოწყალენი, ისინი ნახულობენ ავადმყოფებს, ნახულობენ საპრობილეში მყოფ ადამიანებს, ეხმარებიან ცხრებს და ამით გამოირჩევა ადამიანი, ამით გამოირჩევა ცხვარი თხისაგან. აი დიდი
სწავლება, დიდი მოძღვრება ჩვენთვის მოწყალებაზე. პატარა ხადაგება მინდა მე თქვენ ახლა გეკითხოთ წმინდა იოანე ოქროპირისა მომცრო ზომის თუ როგორ ხოტბას ასხავს ეს წმინდა ადამიანი მოწყალებას და როგორი მნიშვნელოვანი არის ის ადამიანის სულის ხონებისთვის. არ არსებობს ცოდვა, რომლის ახოცვა მოწყალებას არ შეუძლია. ყოველგვარი ცოდვა მასზე დაბლა დგას. ის ისეთი წამალია, ყოველგვარ წყდურს რომ კურნავს. ვინ უნდა იყოს მეზვერეზე უარესი? ის ყოველგვარ უწმინდურებაზე წამსვლელია, მაგრამ ზაქეს ყველა ეს უწმინდურება განიწმინდა. ნახეთ, როგორ ამოწმებს ამას თავად ქრისტე, რათა ყველა შეაგონოს. გვადროცი იგი მას აკვდა და შესაძლებელი იგი მას კიდავ. და პავლეც ამბობს, გარნა რაითა გრახაკნი ხოლომცა გვახსოვდინ. და წერილშიც ხომ ყველგან და ბევრს ლაპარაკობენ ამ საგანზე. ასევე ბრძენი ამბობს, სიმდიდრით კაცი თავის სიცოცხლეს გამოისყიდის. და ქრისტეც უკვე თუ გნებავს, რაითა სრულიყო, წარვედ და გაყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქმნეს საუნჯე ცათაშინა და მოვედ და შემომიდეგ მე. სწორედ ამაშია სრულქმნილება. მოწყალება ხომ მხოლოდ ფულით კი არა, საქმითაც გაიცემა. მაგალითად, შეგვიძლია ვიშუამდგომლოთ, დახმარების ხელი გაუწოდოთ. ხშირად ბევრ ფულზე მეტად შუამდგომლობა უფრო ჭრის. მას ასე, ამ შემთხვევაში მოწყალების ყველა სახე ავამოქმედოთ. თუ ფულით შეგიძლია დაეხმარო, ნუ დააყოვნებ. შუამდგომლობა თუ შეგიძლია, ნუ არ იტყვი, ფული არ ამაქვსო. ეს არაფერია. შუამდგომლობაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ასე განაწყობი, ისე ჩაგვეთვლება თითქოს ფული გაგეყოს. სამსახური შეგიძლია, მოემსახურე. მაგალითად, თუ ექიმი ხარ, ღარიბებზე იზრუნე. ესეც ბევრს ნიშნავს. რჩევა შეგიძლია, ურჩიე. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. რჩევა მით უფრო კარგი და სასარგებლოა, რაც უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია მას. შენის შიმშილისგან კი არა, ძვინვარე სიკვდილისგან გიხსნის. ამით განსაკუთრებით მდიდრები მოციქულები იყვნენ. ამიტომ იყო, რომ ფულის გაცემას ისინი სხვებს ანდობდნენ. თავად კი სიტყვის გავრცელებას ემსახურებოდნენ. ან იქნებ გონია, ნაკლები მოწყალება იქნება. თუ თავდაკვირვებით მოცულ, უკიდურესი საფრთხეში მყოფ, ნებებით შეპყრობილ სულს ამ ავადმყოფობისგან იხსნი. მაგალითად, შენ ხედავ ვერთ მოყვარებას ნებით შეპყრობილ მეგობარს. მოწყალება გამოავლინე მის ნამი. ჩაახრე ეს ალი, მაგრამ თუ არ მოისმენს, შენი საქმე გააკეთე და ნუ დაიზარებ ამას. როდესაც მას შებურკლის ნახავ და ვერც მოყვარეობა ნამდვილად არის ბურკილები. მიდი მასთან, მოინახულე, დაამშვიდე, შეეცადე ამ ბურკილებიდან გამოიხსნა და თუ არ დაგთანხმდება, თავადვე იქნება დამნაშავე. თუ შიშველსა და ღარიბს ნახავ, ჭეშმარიტად შიშველი და ღარიბი ისაა, ვინც მომავალი ცხოვრებისთვის არ ზრუნავს. შენს სახლში მიიყვანე, სათნოებების ტანსაცმელი შემოსე,
ზეცის მოქალაქედ აქციე. თავდაპირველად კი შენ თვითონ შეიმოსე. თუ იცი რომ შიშველი ხარ, მას ცხადია ისის გეცოდინება, რომ ჩაცმაა საჭირო. თუ კი შენი შვილის არსი გესმის, მაშინ ის სამოსელიც გეცოდინება, მას რომ დაფარავს. რამდენი ქალია აბრეშუმის სამოსი რომ მოსავს და სინამდვილეში სათნოებათაგან სრულიად გაშლებულია. დაე ასეთები ქმრება შეაგონონ. მათ კი ეს სამოსელი არ უნდათ, ის პირველი ურჩევნიათ. თავდაპირველად ასე მოიქეცი. მათში ამ სამოსელით შემოსვლის სურვილი გააღვივე. აჩვენე, რომ შიშვლები არიან. მომავალ სამჟავროზე ელაპარაკე. აუხსენი, რომ იქ სხვა სამოსელი დაშვებად და არა ეს აბრეშუმისა. იმ დიდარზე განმეორებული განა ვინ იყო ორფერით რომ იმოსებოდა, ვინ იყო ლაზარეზე ღატაკი და მათგან რომელი ალაპარაკდა ღარიბივით, ან რომელი მათგანი ტკბება ნეტარებით. მითხარი, ვინმე თუ თავისი სახლი 1000 გვარი საფარებლით შემოსა, თავად კი მასში შიშველი დაჯდა, აბა აქედან რა სარგებელი ექნება? ასე ხდება ქალებთანაც. სულის სახლი, ანუ სხეული, უხვადაა მორთული. სახლის ქალბატონი კი შიგნით შიშველი ზის. გთხოვ, სულიერი თვალი გაახილეთ და მე სულის შიშვლეს დაგანახებთ. და რა არის სულის სამოსელი? ცხადია რომ სათნოებები. და რა არის შიშველი? ცოდვა. ასე რომ თუ კი ვინმეს გააშიშვლებენ, მას ცხვენია და გარბის. სწორედ ასევეა სულიც. თუ კი ასეთი სამოსელი არ აქვს, როდესაც მისთვის შეხედვას დაუპირებთ, ის აუცილებლად შერცხვენილი დარჩება. და რა გონია, განა ზოგიერთს ახლაც არ ცხვენია, არ ერიდება და 1000 გვარ საფარველს არ ეძებს, რომ ჩვენ ამ სიტყვებს დაემალოს. სხვები კი, ვისაც სამარცხვინო არაფერი აქვს, ხიარულობენ. ნუ გეშობენ და აღთოვანებულნი არიან ჩვენს ნათქვამზე. მოისმინე ნეტართეკლაზე. მან იმისთვის, რომ პავლეს შეხვედროდა, მთელი თავისი ოქრო გაიღო. შენ კი გროშსაც არ გასცემ იმისთვის, რომ ქრისტე იხილო. მისი ნამოქმედარი გაოცებს, მაგრამ არ ბაძავ მას. განა არ გესმის ღვთის სიტყვა ნეტარად რომ იხსენიებს მოწყალეებს, ნეტარი ყველა მოწყალენი ამბობს, რამე თუ იგინი შეიწყალენ. რას გარგებს დიდრული სამოსი? როდომდე უნდა ვიყოთ შებურკილები ამ მორთულობით? ქრისტეს დიდებით უნდა ვიმოსებოდეთ. იმ სილამაზით ვიმკობოდეთ, რომ აქაც ხება დავიმსახუროთ და იქაც მარადიული სიკეთეს ვეღირსოთ. ამინ. აი მოკლედ ნათქვამი წმინდა მამისა, ჩვენ პატარა რეზიუმე გავუკეთოთ ჩვენს დღევანდელ საკითხავს, ამბავს, სახარებას. მოწყალება არის ყველა ცოდვის დამხსნელი. თუ ადამიანი მოწყალია, მას თავად ღმერთი შეიწყალებს, ის თესავს მოწყალებას და მოიმკის მოწყალებას ღვთისგან. ასევე მოწყალების სახეები არის სხვადასხვა გვარი, სხვადასხვანაირი. თუ ადამიანს არ აქვს საშუალება, თქვათ, ფული გაიღოს, მას შეუძლია რომ რჩევა მისცეს კეთილი ადამიანს, დაეხმაროს, ურჩიოს, უქადაგოს, მოაქციოს მართარწმენაზე. თუ ექიმია, თქვათ, გაჭირებული მიიღოს, თუ თქვათ, მოვაჭრია, სხვას დაეხმაროს და სხვა. ასევე არის ადამიანისთვის
შესამოსელი ფიზიკური და შესამოსელი სულიერი ჩვენ ერთის მხრივ ვიმოსებით ფიზიკურად და მეორეს მხრივ ადამიანს აქვს სულიერი ცხოვრების გზა თუ ის სავსეა სათნოებით ის არის შემოსილი სულიერად თუ არა და ის არის შიშველი მას არ გააჩნია სათნოებები და ყველაზე მთავარი ჩვენ რაც დღეს მოვისმინეთ ადამიანის ცხოვრება გადის მოწყალებაზე თუ შენ თუნდაც ის რომ ცოდვები არ გაქვს ეს საკმარისი არ არის შენ მოწყალე უნდა იყო ჩვენ დღეს ეს სახალება გვასწავლა რომ ჭაბუკი მას არ ქონდა ცოდვები არ ქურდობდა არ მუშაობდა არ იპარავდა თქვათ ასრულებდა მცნებებს მას არ ქონდა მოწყალება მას ქონდა მის საშუალება და ის მოწყალებას არ გასცემდა აი ღმერთმა ჩვენ მოგცეს მოწყალე ბუნება მოწყალე სული გული რომ ამითი სულის ხონება მივიღოთ ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა დაკურთხოთ ამინ